უჯერებთ, ესე ვთქვათ, ისეთი გულის პატრონი ხართ, რომ ესე მარტივად უჯერებთ ადამიანებს, ანუ მიმდობი ადამიანი ხართ ჩემი აზრით და ძალიან ბევრს უჯერებთ და ძალიან ბევრი შეიძლება ხუმრობით, შეიძლება მოტყუებით, აი ესე ვთქვათ, გეხუმრებიან თუ გეღადავებიან, არ ვიცი და ჩემი აზრით ბევრს არ უნდა აყვეთ რა. ხო, რა ვიცი, რატო, თორე კი. ხო და არ არის მეგობრებო, ეგ სწორი რა, ადამიანს თუ რაღაცა არ ესმის, პირიქით უნდა გააგებინოთ, ის კი არა რომ რაღაცა პირიქით დააბნიოთ და რაღაცა მოატყუოთ, ეგ როგორ შეიძლება, კი ხუმრობა და გართობა, თვითონაც ხუმრობს ბევრს და გართობთ კიდეც, მაგრამ მოტყუება, მაგ მოტყუებით მე თქვენი ხანდით ეგ არის გააკეთა, მე რა ვერაში დასჭირდა. ეს ვინ? მე საერთოდ გარკვეული არ ვარ და ჩახედილი არ ვარ ამ თემაში. მარიშკა? და რა გააკეთა მარიშკამ? არაფერი, ბინაზეო, ბინა სამოთახიანი ბინა გადაგდეთ შენ. გატყუებენ მქეთი მაგას ესე მარტივად რო ესე ბინებს რო არიგებდნენ, ყველას ეკნებოდა სამოთახიანი ბინები. ესე მარტივად ვინ მოგცემს ბინას? მეგანა არ მივხვდი მაგას, მაგრამ ეგ ამ იცებს რომ მაინც მოგწება, შევხედავ. მე მაინც მგონია რომ ტყუილია ეხა პირდაპირ გეუბნებით. საიდან მოსულა ხალხი იმდენ შრომობს, იმდენ სწვალობს, რომ ელემენტარული კომპანიები ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ როგორი რაღაც არის, ისი რაც არ უნდა ქვეყანა იცნობდეს ვინმეს, ხო ეხლა რამდენი ადამიანი არის, ესე ვთქვათ, მარტო ჩვენ ხო არ გვიცნობს ხალხი აი არის ადამიანების კატეგორია, რომ აქვს პრინციპი შეუშავებული გეგმა, პროექტი და მე იმას ვუკნე სიტყვაზე იმ ბინას, ვარ ამ პროექტის დამფუძნებელი და მე ამ ადამიანს ვუკნე ბინას. ეგეც ხდება, განმარხება. კი, როგორ არა, მაგრამ მაშინ რატომ არ იცის ბევრმა ამ ორგანიზაციების შესახებ? იმით რომ გააკეთა და ეხლა დარეკა იქით აკეთ. ეს მარიშკაზე იძახით? კი. ხო რავი, მე მაინც მგონია რომ გატყუებთ რა, იმიტომ რომ აქამდე იქნებოდა ცნობილი. მით უმეტეს ესეთ სიკეთეს თუ აკეთებს და ესეთი ცნობილი თუ არის, მაშინ ბევრს ეცოდინებოდა, ხო? გაუნაგებები ჩიუტატებობა, გაუნაგებები. ორი ვარდი. ქეთი ერთ რჩევას მოგცემთ. ბარათის მონაცემები და რაღაცეები არავის არ გაუზიაროთ. თქვენი პირადი ინფორმაცია არავის არ გაუზიაროთ. რაც არ უნდა ბინა კი არა, სუროს სასახლე გადმოგცეთ. პირადი მონაცემები არავის არ უნდა გაუზიაროთ არავითარ შემთხვევაში. გადაეცემის ბინა ამასები ყველა კარგად რა წითელი ხარო, ხო ზღვაზე ვარ მეგობრებო, დავიწვე. ხო და მაგას ვამბობ უსასრულოდ, რომ არ შეიძლება ადამიანს თუ რაღაც არ ესმის, უნდა გააგებინო. თუ რატო უნდა მოატყუო ეხლა რა სარგებლობ, მაგით როგორ შეიძლება? კი, ნამდვილად არ არის სწორი ეგ. თვითონ რასაც ხუმრობს, თუ ხუმრობით იგებთ, მაშინ გაიგეთ და თუ რაღაცა ხუმრობა არ გესმით და რაღაცა კრიტიკას და იმას, ნუ იწყებთ მეგობრებო, პირიქით, თუ რაღაცა აუხსენით, რატო ატყუებთ ამ ადამიანს, ვერ გავიგე. პირიქით, თუ რაღაცა არ იცის, ასწავლეთ და ვсё, მისანტროპე, მადლობა. ზაქარია, მადლობა. ქეთი შეგიძლია რომ შეამოწმო შენი ანგარიშები, მე მიწერენ კომენტარს რომ პირადი ნომერი მიუციაო, რაღაც ბარათის დეტალები მისცაო.